მოგესალმებით ყველას მეუბნებო, ხოდა დღეს მეგობრებო დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. მოკლედ დღეს მეგობრებო ვთამაშობთ ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატს. კი დამთავრდა, მაგრამ მაინც დამთავრდა რა ცოტა ხანში ფინალია 19 ივლისს არის ფინალი მსოფლიოსი, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მსოფლიო ჩემპიონატს. და იმედია მოვასწრებთ რა. მოკლედ ვაგრძელებთ მეგობრებო მსოფლიო ჩემპიონატს FC 26-ში, ანუ FC Mobile-ში. მოკლედ საფრანგეთის ნაკრებით ვთამაშობთ და ნახოთ აბა საფრანგეთი თამაშში მაინც თუ გახდება ჩემპიონი, ისე ვერ გახდა და წააგო მეგობრებო საფრანგეთის ნაკრებმა ვისთან წააგო ესპანეთთან წააგო. ესპანეთია მოკლედ ფინალში, ესპანეთი და არგენტინა არის მოკლედ ფინალში, მაგრამ ჩვენ თამაში ვნახოთ თუ გავხდებით ჩემპიონები. ვნახოთ აბა. აქ მოკლედ semi-pro ავერჩიოთ, იმიტომ რომ ანუ კარგად semi-pro-ზე უფრო ვთამაშობ, ვიდრე ხა პროფესიონალზე. და გერმანიას ვეჯიბრებით. თქვენ გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო რომ გამოვიდეთ ასეთი ვიდეოები, ეს არის ჩვენი საფრანგეთის ნაკრები და წავედით, აბა დავიწყეთ თამაში, დავიწყეთ და ნახოთ აბა თუ მოვიგებთ და აბა რას ვიზავთ. და ხო ნახო მეგობრებო, ნახვები აკელია, ანუ ნახვები აკელია ვიდეოებს რა, ანუ ძალიან ცოტა ნახვაზე არის რა. 60 ნახვა, 50 ნახვა, 30 ნახვა, 40 ნახვა, ეს რა არის. 200 ნახვა მაინც დაუგროვდეს ამ ვიდეოს, რომ мотивация მომცეთ რა და мотивация მქონდეს ვიდეოების ჩაწერის და მოკლედ საფრანგეთმა გაათამაშა ბურთი აქ უსმან დემბელეა ბურთით გადაიტანეს თამაში მარჯვნივ კონდეს ჰქონდა ბურთი მაგრამ წაართვეს აქ აუტი ჩააწოდეს და ოლისე იბრძოდა ბურთისთვის, მაგრამ არ გამოვიდა და წამოვიდნენ გერმანელები შეტევაზე, აბა რას იზამენ ჩვენ გერმანელები წამოვიდნენ შეტევაზე და რა ხდება? რა მოხდა? აფსაიდი იყო, მაინც არ შეითვლებოდა ეს გოლი რო გასულიყო. ძალიანაც კარგი. გაათამაშეს საფრანგეთმა ბურთი წინ დუეზე პასი და აბა რას იზამს დუე? ცრუ მოძრაობა. შევიდა საჭარიმოში დაარტყა და გერმანელებმა მეკარემ და გათამაშება კარიდან. თამაშდება ბურთი დაარტყა. აბა რას იზამენ? ოპა გადავედით, შეტევას გადავედით. აქ პაპე რას იზამს და არ გამოვიდა არაფერი. აქ პაპე ძალიან ცუდი პასი იყო და ცუდად გილასიტკა ძალიან პაპე. არა გერმანელები არა წავართვით დაცვა ძალიან გაძლიერებული ყავს. აქ დუე პაპე რას იზამს პაპე? პას ჩაწოდება და ვერ გააკეთა. ეს პასი აქ რას ვიზამთ? ნახოთ, აქ ძალიან დიდი ბრძოლა და აქ შეტევაში 3 წუთი დაამატა მსაჯმა, მხოლოდ და რას ვიზამთ? აბა არა სახიფათო მომენტი იყო ძალიან და მეგობრებო დასრულდა პირველი ტაიმი 0-0, ანუ ძალიან მაგარი თამაშია მეგობრებო, უყურეთ ბოლომდე ვიდეოს. ძალიან კარგი და დაძაბული თამაში მიმდინარეობს. ეს არ არის არც ფუტბოლ 2026, ეს არ არის არც დიელეზი და რაღაცა პაპე მეკარეზე 1-1 დაარტყა და გოლ. აბა რა ბეჭო.
გოლ 50-ე წუთზე, აბა რა. ესეც ჩვენი ბაპე, რომელმაც გაიტანა ასეთი ლამაზი გოლი და ნამდვილად ეკუთვნის და საერთოდ ეხა ეკუთვნოდა სინამდვილეში საფრანგეთს გამარჯვება. მე საფრანგეთისკენ ვიყავი. ახლა ოპა, წამოვიდნენ შეტევაში. აქ ბაპე. თქვენ გამოიწერთ არხი და ლაიქით ვიდეო. აი, ისე ბაპე. და რას ვიზამთ? ოლისე. და არ გამოვიდა დარტყმა. ჩაჭრა გერმანელმა ფეხბურთელმა ეს დარტყმა და არ გაუშვა კარშია. აბა სალიბა აქ ძალიან ცუდად თამაშა სალიბა, მაგრამ ეხა კარგად თამაშობს. პასი პაპეზე. მიდი პაპე. არ გამოვიდა აქ არაფერი პაპეს, მაგრამ აქ დუე არის. დუეს ვერ გამოვიდა ორი ფეხბურთელის მოტყუება. აქ რაბიოტი ჯერჯერობით არაფერი არ გამოდის. აქ გერმანელები არიან შეტევაზე. აქ პაპე იყო და აუტზე გადავიდა საბოლოო ჯამში ბურთი და ისევ გერმანელები არიან შეტევაში. ისევ გერმანელები და დასრულდა მეგობრებო თამაში 1-0 მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა ეს თამაში. აჯობა გერმანიას 1-0 მოიგო მეგობრებო და რა გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ნახოთ შემდეგში ვის შევეძიბრებით და თუ გინდათ რომ ნახოთ შემდეგი თამაში, აუცილებლად გავიწერთ და დალაიქეთ ვიდეო. ნახვამდის.